ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. Დაცვის მხარემ მას ეგრეთ წოდებული ჟესტების საქმე დაარქვა, რადგან ბოლო რამდენიმე სხდომა მოწმე პოლიციელები სასამართლოში ამტკიცებენ, რომ ბრალდებული პოლიტიკოსები აქციებზე დემონსტრანტებს ძალადობისკენ ჟესტებით და მიმიკებით მოუწოდებდნენ. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე გამართულ პროევროპულ დემონსტრაციებზე. ბრალდებული სკამზე 6 ოპოზიციური პარტიის 8 ლიდერია, რომლებიც ქართული ოცნებისგან განაჩენს აგვისტოს თვეში ელოდებიან, რადგან განხილვები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ფორმულას ჟურნალისტი დია ბაძაღუა გვერდება თბილისის საქალაქო სასამართლოდან, ის ელოდება დახურულ განხილვას. დია, რა გეგმა აქვს დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას თუ არის ცნობილი? თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს. დღეს კვლავ გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და დაგეგმილია 4 მოწმის დაკითხვა, რომელთაგან 2 არის გამომძიებელი, 1 ექსპერტი და 1 რევიზორი, როგორც ჩვენ პროკურორმა გვითხრა, უკვე დასრულდა 1 მოწმე გამომძიებლის ირაკლი კალანდიას დაკითხვა, რომელმაც როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ისაუბრა ნიკა გვარამიაზე, ნიკა მელიაზე, მამუკა ხაზარაძეზე, ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე გიორგი ვაშაძესა და ლევან ხაბეიშვილზე. თუ რა კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს, ჯერჯერობით ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ისაუბრა იმაზე, რომ ისინი დაინახა აქციაზე, რომ ნამდვილად იყვნენ იქ და იცის, რომ აკეთებდნენ კონკრეტულ შეძახილებსა და მოწოდებებს, თუმცა კონკრეტულად რა იყო ეს არ გაუგია. ამაზე უფრო მეტი ჩვენ გვეცოდინება შესვენების ან სხდომის დასრულების შემდგომ მხარეების მხრიდან, რადგან როგორც იცით, მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილების საფუძველზე სხდომა დამსწრე საზოგადოებისა და მედიისთვის არის დახურული. რაც შეეხება თავად საქმეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ის, რომ 2025 წლის თებერვალში გამოძიება ამ საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების, ღიად პრორუსი ადამიანების, ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე, რომლებიც საკუთარ ჩვენებებში ამბობენ იმას, რომ მაგალითად ოპოზიციონერების მხრიდან დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არის დანაშაული და მტრული საქმიანობა ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი. რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, საინტერესოა ესეც, რადგან საქმე არის საკმაოდ მოცულობითი, 46 ტომიანი და მტკიცებულებებად საქმეში დართულია მაგალითად ოპოზიციური პარტიების მიმოწერები დასავლელ პარტნიორებთან, გარდა ამისა მათი საჯარო ეთერები, ინტერვიუები, სადაც ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ქართული ოცნება უნდა დასანქცირდეს და ამასთან დაკავშირებით მუშაობენ ისინი. ჩვენ ვესაუბრეთ ამაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოს სამსაქმეზე ბრალდებულ ზურა ჯაფარიძეს და მან თქვა, რომ სწორედ ეს აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის ყველაზე მტკივნეული ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნა. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის ის, რომ ადვოკატები ამ საქმეს ეგრეთ წოდებული ჟესტების საქმესაც კი უწოდებენ, რადგან მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით მოდიან სასამართლოში, ამბობენ იმას, რომ მათ დაინახეს კონკრეტული ჟესტები, მიმიკები, ხელის მოძრაობები და აქედან გამომდინარე დაასკვნეს მათ, რომ კონკრეტულ მოწოდებებს აკეთებდნენ პოლიტიკოსები. ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა. ივანიშვილის დასანქცირება ითვლება, რომ თურმე ყოფილა ქვეყნის დასუსტება. და შესაბამისად, ყველა ვინც სანქციებზე მუშაობდა, ყველამ დაასუსტა ქვეყანა, იმიტომ რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთ. მაგრამ დასანქცირება ხო ჩვენზე არის დამოკიდებული. ჩვენ შევა მილიონჯერ რაღაცა ვთქვათ, რომ ვიღაცა დასასანქცირებელია, მაგრამ დასანქცირება არის ყოველდღე კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული პოლიტიკის შედეგი. ნანა კაკაბაძის და ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე არის დაწყებული ეს გამოძიება. თქვენ აი როგორ შეიძლება აფასებდეთ ამას მათ მიერ მიმართვით დაიწყო ხო ეს გამოძიება? მათი მიმართვის საფუძველზე. ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძის ვინც მიცემს ფულს, ცოტა ხანი ვინც შეინახავს და ეტყვის, რომ რაღაცა გააკეთეთო, ნებისმიერ ამას გააკეთებენ. მათ დააძრებინეს ხოლმე ასე ნანა კაკაბაძე ეგრეთ ცხოვრობს ამ ქვეყანაში 90 წელი და მოყოლებული. მას შემდეგ ეგრე არის, რაღაცები გადაუხდიან ფულს და მე გამოძიება რაღაცებს ლაპარაკობს, რაღაცას აკეთებს. აი შაქარიშვილი და კაკაბაძე გახოცებია. საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკვე საზოგადოებას არ უყვირს და არავის უყვირს, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს წლების განმავლობაში და ეს არის მორიგი სერია. საქმე მტკიცებულებების გარეშეა. პირველად ვნახე და მე მგონი სოფლიო სამართალწარმოების პრაქტიკის ისტორიაშიც არ არსებობს, რომ ადამიანებს ასამართლებდნენ ჟესტიკულაციით, მოძრაობის და ამის აღქმის და შემდგომ ამის მოწმეთა მიერ გადმოცემის და მათი ვარაუდის საფუძველზე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის თუ რამდენად თითიდან არის გამოწოვილი ეს თითოეული ჩვენება, იყენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისტემის ნაწილები, სპეცრაზმის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ცრუ მოწმე
საქმეებად არიან პრაქტიკულად გადაქცეულები ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ საქმეებში ჩვენ გვინახავთ. როგორც იცით, ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში და კვირაში ტარდება 2 პროცესი. სავარაუდოდ შემდეგ სხდომაზე გახდება ცნობილი თუ როდის დაასრულებს ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას, რის შემდგომაც უკვე დაიწყება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამ წუთებში კი სხდომათა დარბაზში იმყოფება მეორე მოწმე, გამომძიებელი ასევე ვლადიმერ ლაბაძე და თუ რა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს, ამაზე უფრო მეტი შემდეგ გამოშვებაში გვეცოდინება.